ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის ლიდერი დავით რობაქიძე თვითმმართველობის შედეგებს გამოეხმაურა. დავით რობაქიძის განმარტებით ნაციონალურმა მოძრაობამ რეალურად 7 კანდიდატის გაყვანა შეძლო, რადგან სხვა პარტიის სიით გასული კანდიდატებიც რეალურად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გუნდის წევრები არიან. პარტიაში ყურადღება არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზეც გაამახვილეს. დავით რობაქიძის თქმით, მიუხედავად დემოკრატიის ყიჟინის არჩევნებზე რიგი დარღვევები დაფიქსირდა. დავით რობაქიძემ განსაკუთრებული აქცენტი 103 საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებზე გაამახვილა. ლეიბორისტული პარტია ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიისგან უბნების ხელახალ გადათვლას ითხოვს. ბათუმის 79 საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ლეიბორისტული პარტიიდან ოლქში საჩივარი არ შესულა. დავით რობაქიძემ კი პოლიტიკური განცხადება გააკეთა. მალხაზ ბოლქვაძის თქმით, 103 უბანი ბათილად გამოცხადდება. არსებული საჩივრების განხილვა ხვალ დაიწყება და მათ შესაბამისი რეაგირება მოხდება. 103 უბანზე ქართული ოცნების ბიულეტინებში აღმოჩნდა შემოდობილი სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების ბიულეტინები. მათ შორის იყო სალომე ზურაბიშვილის პარტიის ბიულეტინები, ჩვენი ბიულეტინები, რომლითაც იმ საარჩევნო უბანში 200-ზე მეტი ხმა დააგროვა ოცნებამ და მათმა კანდიდატმა, რომელიც რეალურად არ დაუგროვებია. კატეგორიულად ვითხოვ და მოვთხოვ უკვე ოლქს და CSKO-ს. დაუყოვნებლივ მიიღეთ გადაწყვეტილება ბათუმის ყველა უბნის გადათვლაზე. ჩვენ ხვალ უნდა განვიხილოთ აბსოლუტურად ყველა საჩივარი. განხილვის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი არის იმ პროცესების უშუალოდ თვითმხილველი ადამიანების მიერ მოცემული ინფორმაცია, თუ კერძოდ კონკრეტულად რას ხედავდნენ ისინი უბანზე, იყო თუ არა რაიმე პრობლემა, რა პრობლემა იყო ეს, იყო თუ არა სერიოზული პრობლემა და ასე შემდეგ. ბატონ რობაქიძის განცხადებები შეიძლება იყოს პოლიტიკური სახის განცხადება, რომელსაც ამ შემთხვევაში ჩვენ გვერდს ვერ აუღებთ.